სადაზღვევო კომპანიებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებს ბრალად ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მითვისება უკვე წაუყენეს 5.700.000 ლარის გაფლანგვას 16 ადამიანს ედავებიან. გამოძიება კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე დაიწყო და დაკავებულებს ბრალის 3 მუხლით აქვს აყენებული. რა სქემით მუშაობდნენ ბრალდებულები და როგორ მოახერხეს თანხის უკანონოდ მითვისება შორენა ხვიჩი არგოდა. 7 სადაზღვევო კომპანიის 9 თანამშრომელი და სოციალური მომსახურების სააგენტოს 6 თანამდებობის პირი 5.700.000 ლარის მითვისებაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების ინფორმაციით სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარ დაზღვეულებს არ დაურიგეს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები და შესაბამისად თავი არიდეს სამედიცინო მომსახურებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მათ დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური მომსახურების სააგენტოს რამდენიმე თანამშრომელიც. ალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით სადაზღვევო კომპანიების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით არ დაარიგეს სოციალურად დაუცველი ფენებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისები. ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ სადაზღვევო კომპანია ალფას ერთ-ერთმა დაკავებულმა წარმომადგენელმა დანაშაულის დაფარვა მოსთხოვა საკუთარ თანამშრომლებს. გამოძიების ინფორმაციით გივი წულეისკირი ალფას დაკითხულ თანამშრომლებს თხოვდა და ემალათ მათთვის ცნობილი ინფორმაცია სადაზღვევო პოლისების დაგვიანებით დარიგების თაობაზე. ჯობია არ გვაქვს რა დაზღვევის პერიოდია, რის დაზღვევის პერიოდია, რა მოქმედების პერიოდი პოლის ვიცი. არა, მან ახლა როგორი სიტუაცია იყო, ჰქონდა ყუები და ყუა იყო შევსებული ჩემი ხელით. და რომ მაჩვენეთ ეს თქვენი შევსებულია და კი მეთქი ჩემი შევსებული. ნატერი იყო ჩემი. ჩემს ცნობილია რომ ტენდერში გაიმარჯვა სადაზღვევო კომპანია ალფა მაისის 1 მაისიდან მაისის პოლისები როგორც ვიცი მოვიდა კომპანიაში ივნისის შუა რიცხვები ივნისის ბოლოსკენ და რეგიონებში გავაგზავნეთ ავერსის მანქანებით ივლისის 1 რიცხვებიდან დაიწყო რეგიონებში დარიგება. თვითონ ამ ბენეფიციართა სიებში მითითებული იყო სადაზღვევო პერიოდის დაწყება მაისის თვე და შემდგომი თვეები უკვე მაისის შემდეგ, მაგრამ ჩვენ მაინც მიგვითითეს რომ 1 ოქტომბრიდან შეგვევსო. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სახელმწიფომ სოციალურად დაუცველთა დაზღვევის პროგრამის წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთა. სწორად შეარჩია ბენეფიციარები და სადაზღვევოებს საკმარისი თანხაც გადაურიცხა. თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოს რამდენიმე მაღალჩინოსნისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენელთა არაკანონიერი ქმედების შედეგად დაახლოებით 1000 ადამიანი დაზარალდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ გამოყო საკმაოდ სოლიდური თანხები და გადაურიცხა კიდეც დროულად ეს თანხები სადაზღვევო კომპანიებს, მათ რამდენიმე თვის განმავლობაში არ მოახდინეს ამ ადამიანების ჯანმრთელობის დაზღვევა. შესაბამისად 1000 ადამიანმა მიაკითხა დაახლოებით საავადმყოფოებს ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა სადაზღვევო პოლისების არარსებობის და არქონის გამო საკურნალო დაწესებულებას მოუხდათ მათთვის უარის თქმა. ვიდრე მედიისთვის 5.700.000 ლარის მითვისების შესახებ გახდებოდა ცნობილი, მანამდე გაირკვა, რომ სადაზღვევო კომპანიების საქმიანობით კონტროლის პალატა დაინტერესდა. აუდიტის მონაცემების თანახმად სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამიდან 2008-2010 წლებში კომპანიების მოგების მარჟამ 60%-ს გადააჭარბა. ყველაზე მაღალი მოგების მარჟა კი IC ჯგუფს ალდაგი BCI-ს და არქიმედეს გლობალ ჯორჯიას აქვთ. ჩვენ კიდევ ვნახავთ იმ შედეგებს, რომელიც უარყოფითად ახდენს გავლენას, რომ მოსახლეობა ვერ სარგებლობს ამ სადაზღვევო ხელშეკრულებით, სადაზღვევო კომპანიები არაკეთის ინდისიერად თავიდან იცილებენ პირდაპირ შეიძლება ითქვას მოქალაქეებს გაუწიონ სათანადო მომსახურება. ალდაგი BCI-ს არქიმედეს გლობალ ჯორჯიასა და IC ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად ფინანსურმა პოლიციამ ალფას, იმედიელის, ირაოსა და GPI ჰოლდინგის წარმომადგენლებიც დააკავა. მათთან ერთად დაპატიმრებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს 7 მაღალჩინოსანი, მათ შორისაა სააგენტოს დირექტორის მოადგილეც. სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებენ თავად სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები. საკუთარი თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამთ არც სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობასაც. კონტროლის პალატაში ამბობენ, რომ მოკვლევას ისევ განაგრძობენ და გამორიცხული არ არის სხვა დანაშაულთა ჯგუფიც გამოვლინდეს. თბილისის მერია